და არც გვინდა ძალიან დიდხანს ვიცოდი. და 5 წლის ქართველი სპორტსმენი. კაცი არა, უკვე მამაკაცი, სულ ცოტა ხნის წინ მას მარიამი შეეძინა. სხვათა შორის მომავალ მეუღლეს იგი პირველად შეხვდა ბათუმში და მისთვის აქ ბათუმის ფიცარნაკზე გამოსვლა და 218 მსოფლიო რეკორდი. ლაშა მეორე ცდაზე მიდის მსოფლიო რეკორდზე. ლაშა ტალახაძე. როგორ ამხნევებს მას გიორგი ასანიძე, ხედავთ ყველა. აი ახლა ნამდვილად არის საჭირო სიჩუმე და დაველოდოთ იმას თუ რას იტანს ლაშა. მხოლოდ გიორგი ასანიძის ხმა ისმის დარბაზში. მსოფლიო რეკორდი 218 კილოგრამი მეორე ცდაზე. თითქოს არაფერი ისე აიტაცა არა, აგდო შტანგა. ნუ ჩვენი კითხვა რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დავსვით ისევ პასუხი გაუცემელია საბედნიეროდ ასე ვიტყოდი. მორიგი მსოფლიო რეკორდი ლაშა ტალახაძეს 218 კილოგრამი აიტაცა ქართველმა ძალოსანმა. კიდევ ერთი ჭდავს ლაშას. და კიდევ ერთი რეკორდის შანსი. კიდევ ერთი ახალი რეკორდი. რამდენიმე დღის წინ უკა გახსოვს გიორგი ასანიძეს ვეკითხებოდით აი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რეკორდებს. ეს დარწმუნებით ვთქვა რომ იქნება რეკორდები და მართლაც ასეა. ლაშა ტალახაძე 220 კილოგრამი. არა, აღარ გამოდის ლაშა ტალახაძე და ამყარა მსოფლიო რეკორდი და სწორი გადაწყვეტილებაც არის სალსახად. აქ ტაბლოზე თითქოს აინთო ერთ მომენტში 220 კილოგრამი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. ყველა მონაწილის ტალახაძეს სცენაზე. გააკვირდით ლაშა ყოველთვის ძალიან ადრე მიდის შტანგასთან, აი დაიწყება თუ არა წუთისად, როჯერ ფიცარნაკთანაც ადრე მოდის და 45 წამია დარჩენილი და უკვე შტანგით არის ხელში. წარმატებული ცდა მორიგი. ახალი რეკორდი. მსოფლიოს რეკორდი, მსოფლიოს ახალი რეკორდი. 257 იყო მსოფლიოს რეკორდი, რომელიც მან მსოფლიოს ჩემპიონატზე აშკაბადში დაამყარა და ახალი მსოფლიო რეკორდი 203 კილოგრამი და ორჭიდის შამში 478 კილოგრამი. საოცრების მოსწრენი გავხდით ახლა ჩვენ ყველანი. 14 იყო მისივე რეკორდი და 478-ია მსოფლიოს ახალი რეკორდი. და სკანდირებს ტრიბუნები ლაშას სახელს. შესანიშნავი გამოსვლა ქართველი სპორტსმენის. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ საქართველოში ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშა წავიდოდა რეკორდებზე და ყველა საკუთარი ყველა რეკორდი მოხსნა. მესამეც და მას არ აინტერესებს, არც ჩვენ არ გვაინტერესებს. 3 მსოფლიო რეკორდი. მსოფლიოს ევროპის სამგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ყველა ტიტული მისია და ყველაზე დიდი ტიტული მაინც ის არის, რაც აქ ამ დარბაზში ხდება, რაც დარწმუნებული ვარ ტელეეკრანებთან ხდება. ყველაზე დიდი ტიტული სწორედ ხალხის სიყვარულია, რომელიც ლაშა დაიმსახურა. ლაშა არის ბედნიერი ადამიანი, ბედნიერი კაცია, მას შეუძლია თავისი ქვეყანა, თავისი სამშობლო გაახაროს, რასაც ჩვეულებრივი მოკვდავნი.
მოგესალმებით მეგობრებო. მოკლებულნი ვართ. ადამიანი არის საქართველოდან და მისი სახელია ლაშა გალახაძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის იქით.